სიუჟეტის თემა ეკონომიკა. მითი. საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის ქართული ოცნების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ქართული ოცნება ძალაუფლებაშია უკვე 13 წელია. ამ 13 წლის ანალიზს თუ შევხედავთ რა, სანამ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ომი, ჩვენ საშუალო ეკონომიკური ზრდა ქართული ოცნების პირობებში იყო რაღაც საწყალი 3-4%. რაც ძალიან დაბალია ჩვენარი ქვეყნისთვის და სწრაფი ეკონომიკური ზრდა ერთი წელიწადში ორნიშნა ეკონომიკური, მეგონა 2 წელი ქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს სწორედ ემთხვევა ან პოსტკოვიდურ სიტუაციას, ან და მერე რუსეთ-უკრაინის ომს. ამიტომ მე მგონი რომ თუ სიმართლეს თვალს გავუსწრებთ, უნდა ვთქვათ რომ ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკა არაფრის შუაში არ არის. ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას საპირწონედ აქვს ორნიშნა ინფლაცია სურსათზე, რაც გაცილებით უფრო პრობლემატურია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ვიდრე ციფრებში ეკონომიკური ზრდა. ანუ ეკონომიკური ზრდა კი რეალურად არის, მაგრამ ეკონომიკური ზრდიდან მიღებული დოვლათი არის ალბათ სულ ათობით, მხოლოდ ათობით ადამიანზე. ხა რატომ? ორნიშნა ეკონომიკური ზრდა პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის შედეგი იმის, რომ არის ახლა რუსეთ-უკრაინას შორის ომი და რა თქმა უნდა, აქედან სარგებელს ნახულობენ ის ადამიანები, ვინც არიან რეექსპორტით დაკავებული. ანუ როდესაც ციფრები მოდის, რომ ექსპორტი არის გაზრდილი, რეალურად არის პოსტსაბჭოთა სივრცეში, ანუ არის ეგრეთ წოდებული შავი ხვრელი, როდესაც აკრძალული არის, თქვათ, გარკვეული პროდუქტი იქნება, ეს პროდუქცია იქნება თუ ასე შემდეგ რუსეთში გატანა, ანუ რაღაც გარკვეული ხრიკებით ეს ხდება რეექსპორტით, რაც რა თქმა უნდა სწორი არის, ციფრებში აისახება, მაგრამ რეალურად ეკონომიკური ზრდა აქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე როგორც უნდა აისახოს სტაბილურ ვითარებაში არ არის. იძახიან რომ კარგი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, მაგრამ რო ეკითხები რომ აი კერძოდ რა გააკეთეთ ეკონომიკური ზრდის დასახალისებლად, ვერაფერს ვერ ასახელებენ, იმიტომ რომ პირიქით ძირითადად კანონმდებლობის მიმართულება არის ან ანტიბიზნესური, ან რეგულაციის გაზრდისკენ მიმართული, რა ვიცი, მე შეგვიძლია დავასახელოთ შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, ყველაფერი ეკონომიკის განვითარების საწინააღმდეგო იყო. როდესაც იქნება სიმშვიდე ჩვენ ქვეყანაში და როდესაც იქნება სიმშვიდე ზოგადად სოფლიოში და დასრულდება ომი, ჩვენ ვნახავთ, რომ გაცილებით უფრო პრობლემატურ სიტუაციაში ჩავარდებით, იმიტომ რომ ის ფუნქცია შავი ხვრელის, რომელიც აქ და თქვა საიდანაც თანხები შემოდის, აღარ იქნება და შესაბამისად ეს პრობლემატური საკითხი იქნება. ამიტომ ამ პრობლემატური საკითხის საპირისპიროდ რომ აღმოიფხრას და თქვათ, როდესაც სოფლიოში სიმშვიდე იქნება, თუ ჩვენ ქვეყანაში არ იქნება სტაბილური ინვესტიცია და მე მაქვს ინვესტიცია, სადაც რეალურად იქნება ხალხი დასაქმებული და არა ვთქვათ, ეს ერთჯერადი დეველოპერული პრობლემები, საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით. რატო უნდა ველოდეთ, რომ რაღაცა პოლიტიკა დადებს კარგ ეკონომიკურ შედეგს, თუ ამ პოლიტიკას თან ახლავს ისეთი საკითხები, როგორც არის მაგალითად უსამართლო სასამართლო. აშკარაა, რომ სასამართლო არის ემსახურება ქართულ ოცნებას კი არა, მე ვიტყოდი ივანიშვილის ოჯახს პირდაპირ. უცხოურ ინვესტიციებზე კი არ არის მარტო ლაპარაკი. თვითონ თქვა ქართულ ანტრეპრენერებს და ბიზნესმენებს, რომელთაც ფულის ჩადება უნდათ საქართველოში, როგორ მიცემს ეს კომფორტს, რომ როცა ხედავენ, რომ მოსამართლეები პირდაპირ შეკვეთებს ასრულებენ მთავრობის. ვინ ჩადებს საქართველოში ფულს, როცა ხედავს, რომ თუ რაღაც კონფლიქტი დაგიწყო მაგალითად მთავრობასთან ან ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან, ყველა შემთხვევაში წაგებული გაქვს ეს ყველაფერი. მითი. ევროკავშირი უდრის усარგებლო რეგულაციებს. რადგან არსებობს რაღაც შეზღუდვები ევროპულ ბაზარზე წვდომასთან დაკავშირებით, და პირდაპირ ვიტყოდი, რომ ზოგიერთი ეს შეზღუდვა თვითონ ევროპული გადმოსახედიდან შეიძლება ზედმეტობაშიც გადადიოდეს, ზედმეტ რეგულაციაც იყოს, მაგრამ ევროპელების საქმე მათ კოლექტივად რატოღაც გადაწყვეტეს, რომ თქვათ რაღაც შეზღუდვები დაეკმაყოფილებინათ. ამის მიუხედავად, თუ თქვათ ექსპორტზეა ლაპარაკი, ქართულმა კომპანიებმა უნდა ისწავლონ ამ წესების
შესრულება იმისთვის, რომ ივაჭრონ ევროპულ ბაზარზე. ეს აბსოლუტურად ნორმალური რაღაცაა, ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც ექსპორტს აკეთებს ბაზარზე, ამ ბაზრის სპეციფიკიდან და შეზღუდვებიდან გამომდინარე აკეთებს ამ ექსპორტს. ევროკავშირის სტანდარტიზაცია უკვე ჩვენ ქვეყანაში დაწყებულია, რამოდენიმე წელია, ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი თუ არ ვშტები 2016 წელს DCFTA შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც ყველა ბიზნეს ოპერატორი ვალდებული არის, რომ იმ სტანდარტებს მოერგოს, ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანია, რაც გულისხმობს, რომ პროდუქტი, რომელიც შეიქმნება საქართველოში, იქნება უსაფრთხო. რა თქმა უნდა, როგორც სურსათზეა ლაპარაკი, აგრეთვე თქვათ სხვადასხვა პროდუქტებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში იწარმოება და რატო ვანიჭოთ პრიორიტეტს ევროპულ პროდუქტებს და რატო მოგწონს, როდესაც ევროპაში მივიდოთ და ყველაფერი არის რაღაც კარგი, ხარისხიანი, სტანდარტული, იმიტომ რომ შესაბამის სტანდარტებში მოყავთ და რაც ყველაზე მთავარი არის უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის და ეს არის პრიორიტეტი ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის. ჩვენ ბნელი 90-იანები გვაქვს გამოვლილი, არ უნდა დაგვავიწყდეს, სადაც მზადდებოდა პროდუქტი ყველანაირი სტანდარტების გარეშე, რომელიც იყო უბრალოდ მომწამლელი ნებისმიერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ამიტომ ამ სტანდარტებს თითქოს რომ გააძვირებს და ასე შემდეგ, კი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მოქმედებს პროდუქტის ფასზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც საქართველოს შეიქმნება, იყოს უსაფრთხო და რომლის განთავსებასაც ჩვენ შევძლებთ ევროპულ ბაზარზე. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ ღვინო, რომელიც ევროპულ ბაზარზე გადის და საკმაოდ კონკურენტუნარიანია და აგრეთვე შეგვიძლია მოცვის მაგალითიც მოვიტანოთ, რომ ევროპის ბაზარზე, იმიტომ რომ შესაბამის სტანდარტებში ვისაც მოყავს, მოთხოვნა არის მაღალი და ფასი შესაბამისად აქვს მაღალი. თქვენ თუ მკითხავთ, რამდენად კარგია და სწორი ევროპისთვის ზედმეტი შეზღუდვები და რაღაც ზედმეტი ბიუროკრატია და რამდენად ბარიერს ქმნის ევროპის თვითონ ევროპული ეკონომიკის განვითარებაში თქო, მე ვიტყოდი, რომ კი, ხანდახან ზედმეტი მოზდით, იმდენად სწრაფად არა, იმდენად გამდიდრდა ევროპა, რომ რაღაც მომენტში პრიორიტეტები ისე დაალაგდა, რომ იფიქრეს, რომ ჩვენ ყოველთვის ესე მდიდრები ვიქნები და მოდი ახლა მაქსიმალურად უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე, მომხმარებლის დაცვაზე ვიფიქროთ და რო იტყვენ წყალს გადაყოლეს ბავშვი ამ შემთხვევაში. მაგრამ ეს რაღაც მომაკვდინებელი ცოდვა პრინციპში არც ევროპისთვის არ არის. მე მეჩნია რომ აქ ციკლებია რაღაც პერიოდის განმავლობაში გამკაცდება რეგულაცია, მაგრამ როცა ევროპა დაინახავს, რომ კონკურენტულ ბრძოლაში მაგალითად მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით არ არის ისეთ კონკურენტული, ადაპტაციას მოახდენს, დემოკრატიებია, ხო? ანუ თუ ხალხი იტყვის, რომ აღარ გვჭირდება ესეთი რეგულაციები, აირჩევს მთავრობას, რომელიც იმედია შეამცირებს ამ რეგულაციებს, ხო? მითი. ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში სასურსათო და მედიკამენტოზური ფასები არ დარეგულირდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპას აქვს თავის სტანდარტები და რა თქმა უნდა, ხა ყველაფერი იდეაში მიდის დერეგულაციისკენ, თუმცა არის რიგი საკითხები, რა თქმა უნდა, რომელსაც რეგულაცია ჭირდება, თუმცა ყველა ევროკავშირის წევრ ქვეყანას, ანუ საერთო ჩარჩო არის შედგენილი, მაგრამ ყველა ქვეყანაზე არის იმ მიმართულებით მორგებული თუ რა ჭირდება იმ ქვეყანას იმ მომენტისთვის. ამიტომ ვთქვათ, იმის საუბარი რომ აქ რაღაცა რაც ამ წუთას ძვირება პირიქით, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სტაბილური არის, გაცილებით უფრო სტაბილური არის ბაზარზე ფასები, ვიდრე საქართველოში. ანუ შესაბამისად, ის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რა ვალდებულებაც აქვს შესასრულებელი რეგულაციების მიმართულებით, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ დაგვავალდებულებენ, როდესაც წევრი გავხდებით, ეს იმ სტანდარტებში მოიყვანს, რომ რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანი იქნება გაცილებით უფრო მეტად ბაზარი, რაც გააჯანსაღებს ფასებს. ეს არ არის საბჭოთა კავშირი და არ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ რაღაცა ჩავიკეტებით რაღაც შემბოჭვალ კავშირში, მეორე მხარეს ისევ და ისევ არის დიდი ბაზარი, კარგად დაცული ეკონომიკური თავისუფლება და გარდა ამისა, ევროკავშირში შესვლა, ხო, ასე ვთქვათ, პროცესის
ბოლოს ხდება რა, იქამდე პროცესი რაც არის საჭირო, ბევრი თვალსაზრისით სულ ევროკავშირში არ შევიდეთ, ის პროცესი ჩვენ უნდა გვინდოდეს. თავისუფალი სასამართლო და სამართლიანი საზოგადოება და უმცირესობის უფლებების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ჩვენ არ უნდა გვინდოდეს, სულ ევროკავშირში არ გვინდოდეს შესვლა. ეს ხო ვიცით, რომ ჯანსაღი საზოგადოებისთვის აუცილებელია რა, ამიტომ მაგითკენ უნდა ვისწრაფოთ და თუ ამას თანაპროდუქტად მოყვება ძალიან დიდ ბაზარზე წვდომა, ამას რა ჯობია. ასე რომ ეს უნდა შევხედოთ ამ საქმეს. მითი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია. ფლეში და პროდუქტის ვარდნა არ არის კარგი, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის. არ არის სწორი, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში რეცესია არ არის ესე. ევროკავშირის უმრავლეს ქვეყანაში შეიძლება ითქვას, რომ მაღალი ზრდა არ არის. თქვათ სიტყვაზე გერმანია, რომელსაც წელს არ აქვს კარგი ზრდა. კარგი ზრდა არ აქვს, მაგრამ ძალიან მდიდრები არიან უკვე. ლაპარაკია, რომ ძალიან სწრაფად გამდიდრდებიან კიდევ უფრო თუ არა. ხო? მაგრამ ძალიან მდიდრები არიან უკვე, ასე რომ ძალიან დიდი სწრაფი ზრდა თუ არ ექნათ რამდენიმე წელი, შევშლით არ მოხდებიან, რომ იტყვიან, მდიდრები დარჩებიან მაინც. ძალიან სწრაფი ზრდა გვჭირდება ჩვენ, იმიტომ რომ ღარიბები ვართ, რომ დავეწიოთ მათ. ძალიან მდიდარი ადამიანი და ძალიან ღარიბი ადამიანი. და ძალიან მდიდარი ადამიანი, რომ ძალიან სწრაფად ვერ იმატებს ქონებას, ძალიანაც არ შეგეცოდება რა ადამიანს. საცუდავია ღარიბი ადამიანი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ დაეწიოს ამ მდიდარსა რა. ასე რომ ზრდაზე ფოკუსირება ეს დემაგოგიური ხრიკია. როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ სწრაფი ზრდა გვაქვს და ევროპას არ აქვს სწრაფი ზრდა, ეს მართლა ზესია, მაგრამ იმის არ თქმა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ღარიბები ვართ და ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი ძალიან მდიდარი, შეუდარებლად მდიდარია ჩვენზე, ამის არ თქმა, ეს რა თქმა უნდა ეშმაკობაა, მე ვიტყოდი ვირ ეშმაკობაც კი.